შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი. წერილის სათავე მე-13. Мы так недавно, так нелепо разошлись. ძველი რომანსიდან. ყველაფერი გათავდა, ყველაფერი. სად წავიდე, ფიქრობდა კორნელი. რა მოხდა ასეთი ამრიგად ფერი რომ უცვალა ნინოს? საბრალო როგორ ღელავდა და თრთოდა. ხანდახან შმაკსა ჰგავდა. საყვედურებით ამავსო. ვინ შეაეჭვა იგი ასე რომ არაფერი სჯერა ჩემი გულწრფელობისა, ზნეობისა და კაცობისა. ნეტა ვიცოდე ვინ გამაშავა. ნეტა ვინ იყო ის ჭორიკანა და პირშავი. მარგარიტა, ქეთო, მიხა ხომ არა. გაუველვა თავში კორნელის და ბრაზმორეული გაიკუდა. ხელფეხი გაუცივდა და ზედ მაგარი კუნთები დაეზიდნენ. სუპში ქუდულად დანა თუ ჩამეც, მაშინ მიფრთხილდი შეფიცულო მეგობარო. ღალატისა და გაცემისათვის ჩემი ხელით დაგახრჩობდა ყიამყრალა ხახიდან ამოგაცლი შხამიანსა და გველის წიწილასავით საზიზღარენას. ფიქრობდა კორნელი და თითები დაეკრუნჩხდნენ, თითქო მიხას ხელში სწვდა და ყანყრატოს ამოცალას უპირებსო. პირველად შეიძულა და გასწირა ადამიანი კორნელიმ ამრიგად. ჩანს ძმობა და მეგობრობა, მეოცნებეთა მოგონილია და მხოლოდ სიცრუე და ბოროტება სუფევს ამ ქვეყნად. ფიქრობდა სასოწარკვეთილი ჭაბუკი. იგი ჭავჭავაძის ქუჩით რუსთაველის პროსპექტზე ჩავიდა. მოსახვევში მზარეული ევტიხის სირაძე შემოეყარა. კორნელიმ ვერ შეამჩნია და გვერდი ჩაუარა. კორნელი! კორნელი შეკრთა და შეჩერდა. ჩვენსა ხომ არ ბრძანებულ ხართ? როგორ არის საქმე? დაეღრიჯა მზარეული. ჩემიცა და ქვეყნის საქმე ჩავად არის ჩემო ევტიხი. ელოს ქმარს, მხატვარს, მიხა მაჭავარიანს რაღა უშავს, საქმე გამოუჩნდა. შავად არის ქვეყნის საქმე. მიადგეს და შავად ღებოს ახლა ქვეყანა. მზარეულმა კორნელის ნათქვამიდან ვერაფერი ვერ გაიგო. გაოცებით მიაშტერდა. რას ამბობსო? კორნელიმ კლავში ხელი გაუყარა. ცოტაზე გაატარა და სარდაფში მოთავსებულ რესტორნის კარებთან მიიყვანა. მზარეულმა ისევ გაოცებით შეხედა. ჩავიდეთ. ერთი ბოთლი ღვინო დავლიოთ. უთხრა კორნელიმ. რას ბრძანებთ, ბატონო? თქვენგან პატივისცემა მე არ მაკლია. თავპატიჟი გაიდო მზარეულმა. შურასთან საქმე მოგიგვარებია და უნდა დაგლოცო. მიუგო კორნელიმ. ხელი მაგრად ჩასჭიდა და კიბეზე ჩაიყვანა. მზარეულმა ჩაიცინა.
თავი ჩაჰკიდა და რესტორანში დარცხვენით ჩაჰყვა. ესტრადასთან მაგიდა დაიჭირეს. მოძველებულ კოსტუმში გამოწყობილი მელოტი კაცი პიანინოზე უკრავდა. კისერი მოეღრიცა, კამეჩსავით ბრიალა თვალებით გადმოხედა მოსულთ. ევტიხი იცნო და გაუკვირდა. ამ ლამაზ და ახოვან სტუდენტს მაზარაში გამოწყობილ მზარეულთან რა საქმე აქვსო? კორნელიმ გაუღიმა და მიესალმა. მაესტროს ვახლავარ. მაესტროს გაეხარდა. კორნელის დიდი ამბით თავი დაუკრა და მერმე გაშეშებული და ბანჯგვლიანი ხელის ვეება თითები კლავიშებს გამეტებით დასცხო. თითქოს ერთმანეთზე მოწყობილ მორებს ნაჯახით აპოფსო. იქით დავსხდეთ, თორემ ეს ოჯახქორი ყურის აპკს გაგვიხეთქავს. უთხრა კორნელიმ ევტიხის და დარბას თვალი მოავლო, მაგრამ ცარიელი მაგიდა არსად იყო. მაგან თათრული სიმღერები და შიქასტები იცის. ჩობანსაც ინტერესნად უკრავს. მიუგო ევტიხიმ კორნელის. მუხრის კუდი მოიხადა, დაკეცა, მუხლზე დაიდო და მაესტროს კმაყოფილი ღიმილით მიაჩერდა. ევტიხი მელოტი იყო და ქერა. მოთეთროთმა გადაპუტული ბატის ღინღლივი აქა-იქ შერჩენოდა. კორნელიმ კლინიხზე დახედა და გაიფიქრა. ეხ ევტიხი, ნეტა იცოდე რა ცეცხლი ტრიალებს ჩემს გულში ახლა. მერმე მაგიდაზე მაგრად დააკაკუნა, მაგრამ ოფიციანტი არსად ჩანდა. ევტიხი წამოხდა, ბუფეტში მდგარ ღიპიან და ზორბა მიკიტანთან მივიდა. მიკიტანი მთვრალი იყო, თვალებს ნაბავდა და ზეზეულად თვლემდა. ევტიხი დახლს დაეყრდნო, გადაიხარა და რაღაც უჩურჩულა. მიკიტანმა მაშინვე კორნელისკენ გაიხედა. ულვაშები გაისწორა. სამზარეულოში გამოჭრილ პატარა ფანჯარასთან მივიდა და ოფიციანტს დაუძახა. მყისვე მოირბინა გრძელ ულვაშებიანმა ქონდრის კაცმა, კვერნასავით პატარა თვალები კორნელის შეანათა და ჭურჭლის ჭუჭყიანი ტილოთი მაგიდის გადასუფთავება დაიწყო. რა მოგართვათ? კითხა მან კორნელის. ჯერ შენი სახელი მაჩუქე, ღიმილით მიუგო კორნელიმ. აუქსენტი ბატონო, მიუგო ოფიციანტმა. აბა ჩემო აუქსენტი, საუზმე და კახური ღვინო მოგვიტანე. სუკის მწვადი და სამტრედიის კუპატი თუ გაქვთ, ისიც შეგვიწვი. შეუკვეთა კორნელიმ ვახშამი. ჩემი თავი თქვენ გენაცვალოთ, მიუგო აუქსენტიმ. კერძზე ხელი მიიდო, თავი დახარა და წასვლა დააპირა, მაგრამ ევტიხის სკამზე ვეღარ დაეტია, წამოხტა, კლავში ხელი გაუყარა და სანოვაგის ასარჩევად სამზარეულოსაკენ გაჰყვა. კორნელი მიიხედ-მოიხედა. დარბაზში უცნობი ხალხი ქეიფობდა. მოკეიფეთა შორის ნახევარზე მეტი მეფის რუსეთის ყოფილი ოფიცრები იყვნენ. ახოვან და რჩეულ ვაჟკაცებს ინგლისური ფრენჩები, ჟილეტის მაგვარი ტყავის სათბურები ეცვათ. რუსეთში დევნას გადარჩენილ ამ უამრავ თეთრგვარდიელ ოფიცრებს მენშევიკური მთავრობა უფლებას აძლევდა ეცხოვრათ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ასმე ვაჭმევდა, ჯამაგირს აძლევდა და მერმე ისინი საომარი იარაღი საბჭოთა რუსეთთან საბრძოლველად დენიკინს ეგზავნებოდნენ. სამშობლოს მოწყვეტილ ამ უჯარო ოფიცრებს პირში ინგლისური ჩიბუხები გამოეჩარათ. კაეშნიანი თვალებით იცქირებოდნენ და რუსეთის მომავალ ბედიღბალზე ჩუმად საუბრობდნენ. მათ ინგლისისათვის მიეყიდნათ სამშობლო და უცხო ძალის სამსახურში მყოფნი თავს არხეინად გრძნობდნენ. კორნელიმ ყური მოჰკრა ოფიცრების საუბარს.
აფსუს? ახლა საქართველო ჩვენთვის უცხოეთია, თქვა ერთმა. ჩვენ ბოლშევიკებს მოუთავებთ რუსეთში და მერმე საქართველოსათვისაც მოვიცლით, მიუგო მეორემ. გარეწრები. რა ჩინებულ გეგმას აწყობენ ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს დედაქალაქში, გაიფიქრა კორნელიმ და მეფის რუსეთის ყოფილ ოფიცრებს ბრაზით შეხედა. ერთმა თვალი უყო მეგობრებს, ასე ნულაპარაკობთო და კორნელისაკენ დარცხვენით გაიხედა. ოფიცრებმა ჩუმად დაიწყეს საუბარი. საქვეყნო საკითხზე ფიქრს დიდხანს არ გაჰყოლია კორნელი. ახლა თეთრგვარდიელ ოფიცრებს თვალი აარიდა და განზე გაიხედა. კუთხეში ქალები ისხდნენ და საუბრობდნენ. კორნელის გაუღიმეს, შეეთამაშნენ და რახან მაგიდასთან მარტო მჯდარი იხილეს, მისი ანკესზე წამოგება სცადეს. რა იცოდნენ თუ რა ცეცხლი ტრიალებდა მათთვის უცნობი ჭაბუკის გულში. კორნელიმ ბრალივით შეხედა მათ და გაიფიქრა, ესენი უნდა სტიროდნენ და იცინოდნენ. რა საშინელია მათი ცხოვრება, რა მინდოდა აქ. რაც ჩამოვიყვანე ევტიხი, უაზროდ დააშტერდა სუფრას, რომელზედაც ახლა აქვსენტი თეფშებს, დანა ჩანგალს და საუზმეს აწყობდა. ევტიხი ჩუმად დაჯდა. კორნელი სუფრაზე უცნაურ სიტყვებს წერდა და ფანტასტიკურ სურათებს და ფიგურებს ხატავდა. ევტიხიმ განცვიფრებით შეხედა და როცა კორნელიმ თავი ასწია, დამნაშავე ბავშვივით თვალები დაახამხამა, გაუღიმა და ღვინო დაუსხა. კორნელიმ დიდი ჭიქა ასწია. ევტიხის გაბედნიერება მიულოცა და დასცალა. ღვინომ დარდი ვერ გაუქარვა, ისე უაზროდ დააშტერდა სუფრას და ზედ ფანქრით დაწერა. ევტიხი ბედნიერია, ევტიხი კაცია ქვეყანაზე. მერმე ევტიხის შეხედა და უცნაურად კითხა, ადამიანი თუ არის ბედნიერი? ზოგი ბედნიერია და ზოგი უბედური. უბედურის ჭარბობს რაღა თქმა უნდა, მიუგო ევტიხიმ. ინდოელების ღმერთი ამბობს, ადამიანი გინდ ღარიბი და გინდა მდიდარი იყოს, სულ ერთია. მაინც უბედური არისო, უთხრა კორნელიმ. ინდოელების ღმერთი რომელია? ბუდა. ბუდუ რა ყოფილა? რატომ? მას ჩემო ბატონო, ესტატე მაყაშვილი უბედურია? კითხა ევტიხიმ და ეშმაკურად გაუღიმა. ერთი მასაც კითხე, არ დაეთანხმა კორნელი. სიმდიდრე, ქონება და სწავლა მას არ აკლია. ქალიშვილი ლამაზი ჰყავს და ჩინებული ბინა აქვს. მეტი რა უნდა? ნინოს რომ შეირთავდე, შენც ბედნიერი იქნები, დაადგინა ევტიხი. განსაზღვრულ დრომდე. ებრაელებს ჰყავდათ ლამაზი ქალების პატრონი ბრძენი და ყველაზე მდიდარი ერთი მეფე, მაგრამ ისიც უბედურ კაცად სთვლიდა თავის თავს. სიბერეს და სიკვდილს კაცი ხომ ვერ გაექცევა, მიუგო კორნელი. სიბერეს და სიკვდილს დაუდგეს თვალი. სიბერე და სიკვდილი მართლაც უბედურებაა, მაგრამ რა სიზამ? ადამიანი შვილი მას ვერ გაექცევა. სანამ ცოცხალი ხარ, კარგად უნდა მოსჭამო ეს წუთი სოფელი და დრო გაატარო, ასწავლა ევტიხიმ. ოჩახ, ვიძლის და ახლობლის სიკვდილი, ან საყვარელ არსებასთან განშორება ხომ ტანჯვაა? კითხა კორნელი. ტანჯვაა, მაგრამ რა სიზამ? უნდა გაუძლო, მიუგო ევტიხიმ. მერმე თვალები აუციმციმდნენ და კორნელის გულითადი ხმით კითხა. კორნელი, გენაცვალე სულში,
თუ არ გეწყინება მითხარი ბატონის ქალთან როგორ არის საქმე? ისე მიკი მოკიბა კორნელი. ევტიხინ დიდი ჭიქით დალია კორნელის სადღე გრძელო და ნინოზე გაბედნიერება უსურვა. დარბაზში ხმამაღალი ლაპარაკი, სადღე გრძელოები, ყიჟინა და სიმღერები თანდათან მინელდა. ბევრმა ქეიფი გაათავა, ანგარიში გაასწორა და ქუჩაში ავიდა. ნაშვაღამებს რესტორნის დარბაზში 3 საეჭვო ყოფაქცევის ქალი, 6-ოდე რუსი ოფიცერი, კორნელი და ევტიხი დარჩნენ. უცბად ესტრადაზე ქერა, ლამაზი და ახოვანი რუსი ოფიცერი ავიდა. მაესტროს ადგილი დაიკავა, როიალზე აკორდები აიღო და საამო ბარიტონით ძველებური ნაღვლიანი რომანსი დაიწყო. Я помню вальса звук прелестный. მე მახსოვს ვალსის სასიამოვნო ჰანგები. დარბაზში დარჩენილმა მოკეიფე ხალხმა ტაშისცემით დააჯილდოვა მომღერალი. განსაკუთრებით ქალებმა აიკლეს იქაურობა. კორნელი კი უფრო დასევდიანდა. ოფიცერმა კიდევ 3 რომანსი იმღერა და 3-ვე ნაღვლიანი. ყველაზე უკანასკნელი დაბრუნდი. არც ერთი რომანსი არ ჩასწვდენია კორნელის ისე ღრმად სულში და გულში, როგორც ამჟამად მოსმენილი ეს ძველებური, დრომოჭმული რომანსი და ამ რომანსის ბანალური სიტყვები. კორნელი გაოცდა, თითქოს მომღერალმა იცოდა ჩემი სულის და გულის დარდებიო. ჭაბუკის თვალები უცნაურის ძალით აღენთნენ. ყოველი მისი ძარღვი ჩანგის სიმივით დაიჭიმა. მის ყურებში განუწყვეტლივ ჟღერდნენ განუკურნებელი სევდისა და კაეშნის მომგვრელი ნაღვლიანი სიტყვები. Мы так недавно, так нелепо разошлись. ჩვენ სულ ახლახან ასე უაზროდ დავშორდით ერთმანეთს. არ შეიძლება ასეთი უაზრო და უსაფუძვლო განშორება. შეუძლებელია. კინაღამ არ იყვირა კორნელიმ, ჭიქაში ჩარჭობილი, თხელი ქაღალდის ხელსახოცი ამოიღო და ზედ ფანქრით სულმოუთქმელად დასწერა. ძვირფასო ნინო, მივდივარ და არ ვიცი სად. რატომ და რისთვის? მიზანი აღარ არის ჩემს წინაშე. მე ახალი ცხოვრების დაწყებას ვაპირებდი მთელი ჩემის არსებით და გატაცებით. ახლა გშორდებით სრულიად გაძარცული. გულშია მხოლოდ ტკივილი, ტანჯვა საშინელი. მე ახლაც ვახერხებ ღიმილს, მაგრამ ეს ღიმილია იმ ადამიანისა, რომელიც კარგა ხანია, რაც გარდაიცვალა. მომყვება თქვენი უნაზესი და წმინდა სახე, რომლის ღირსი არა ვარ, არ ვიყავი და რა საჭირო იყო ჩვენს ურთიერთობაში მესამე პირის ჩარევა. განა გამბედაობა არ შემწევდა, თქვენთვის მეთქვა ყოველივე. რა დაუჯერეთ ჭორებს? ბრალდებებს რომ მიყენებდით, პასუხიც უნდა მოგესმინათ. თქვენ ეს არ ისურვეთ და ახლა რა გაეწყობა? ჩანს თქვენ მე მართლაც არ მიცნობდით, მე კი მეგონა ჩვენ ერთმანეთს სავსებით ჩავწვდით. ჩამოიხედეთ ღრმად და დააკვირდით ჩემს სულსა და გულში, ჩემი გადარჩენის და ჩემი დაღუპვის სათავეც თქვენს ხელთ არის. მოეპყარით ფრთხილად და ფაქიზად თქვენ და ჩემს გრძნობას,
რომლის სრული გამჟღავნება თქვენს წინაშე ვერ მოვახერხე. ვერ შევძელი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნებულიყავით ჩემს კაცობაში, ზნეობაში და არ წამოგცდენოდათ ჩემს შესახებ არა გულწრფელი. თუ ასე ფიქრობთ, სრული შეგნებით გეუბნებით, მაშინ სიკვდილი მიჯობს. ეს არ არის ნიღაბი და პოზა, არც თავის შეცდომა და არც მუდარა. და ყოველივე რაც უნდა მოხდეს, ახსრულდეს. შვიდობით იყავით ბედნიერი, აპატიეთ ის ტკივილი, რომელიც მე თქვენ მოგაყენეთ. ნუ თუ ჩვენი სიყვარული ასე უნდა გათავდეს, შეუძლებელია ჩვენი ასეთი უსაფუძვლო და უაზრო განშორება. Мы так недавно, так нелепо разошлись. ჩვენ სულ ახლახან ასე უაზრო დავშორდით ერთმანეთს. ველი პასუხს კორნელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი. აუდიო სერიალი განხორციელდა სტუდია კოცის ბაზაზე, შემეცნებით საგანმანათლებლო პროგრამის რადიო კინოს ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.